მშვიდობის აბარაგო ხარ გამოროგოთ ძანდევით აბარაგო გიკითხოთ მოკლედ ეხლა ვიდურებ ყავას და მინდა ცოტა ინტერეს ხარ ამეცნები ასე დეკემბერი. სულ მინდა რომ დავწერო ნოემბერი. არ ვიცი რატო გავიჭედე ნოემბერში. აჰა. მოდის ახალი წელი. ხალხმდა ჯამალი. კიდევ ერთხელ. რამდენი ხანი არაფერი არ დამithვლია, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან აუშვი. და ეს ძალიან არ მომწონს. Sto grande. Fajne. Bardzo. Sama 67. Imaz მეტი არა აქვს ახლა 67-ზე? თავზე ხალხო მოვედი ნამწვრით ხელს მიშლის ყველასთან დიდი მადლობა ვინც მომწერეთ, ვინც მომიკითხეთ, ვინც გამომხნევეთ. ის რამდენიმე ადამიანმა მარტო რამდენიმე დამადლობა დანარჩენებს ისე მომწერა რომ თითქოს უკვე რაღაცა ცუდი მაქვს და მაგისთვის უნდა გავემზადო. და ერთმა ისიც მომწერა ცუდად არ გიკითხებიო, მაგრამ ადრეს უპირველად წახვედი ქანთარისთან რა სიმპტომები გქონდაო. ამ ჩამდა უკვე კუბოში ტიპმა. მაგასთან დამოვიწყდა, მაგასთან დაკავშირებით მეთქვა და ხა ჩავამატებ ვიდეოს მონტაჟის დროს, რომ
სიმპტომები კი არ მქონდა, ბავშვი გავაჩინე და იმის მერე 2 წელი გონი საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი გინეკოლოგთან და ქალმა აუცილებლად უნდა იაროს ექიმთან, იმიტომ რომ რაც მე მაგ ეს ძალიან ბევრ ქალს ქონდა, იქ 74 წლის ქალი მუშაობს და მითხრა რომ მეც გავიკეთე მეორე შვილის მერეო და ეხლა ჩემი მეორე შვილი 57 წლისაა. მეორე შვილის, არა, პირველია 47-ისო, მეორე დამავიწყდა, ეგიც 40 და რაღაც იყო. ხო, ასე რომ უყელავო და ანუ ეს მე რაც მქონდა 10 წლეულები აქვთ ხოლმე ქალებს, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიაროთ გეგმიურზე, რომ თუ რაღაცა ისეთი იყო, დროზე ვიპოვოთ და დროზე მივხედოთ. ხო და მოკეთ ახლა მე რაღაცა სიმპტომი მქონდეს, მქონოდა ნინოსთან რომ მივედი კიდე 2 წლის წინ და ეხლა რო ეპოვათ, ხო, უკვე რა ვიცი, რა მდგომარეობა უნდა მქონდეს და აი ეგ რო ადამიანმა იკითხა, თან ცოტა არ წერო. პროსტა რავი, გავჩუმდები. აი რომ ვფიქრო ადამიანს როგორ ვეტყვის საერთოდ არ ვიცი. შემოდგომა მქონდა სტრესული. ვერ ვჭამდი. კალორიებს არ ვითვლიდი და პლუს ვერც ინტუიციურად ვერ ვჭამდი. უმეტესად ზედმეტი მომდიოდა. ეს გადმოვიმატე ცოტა. შარვალზე ვატყო, მაგრამ არ ვიწონები. ეხლა ახალ წლამდე მინდა ცოტა. ანუ კი არ დავიკლო. უბრალოდ ნორმალურად ვიკვებო. იმიტომ რომ ახალ წელს კიდე მერე ბევრი გემრიელობა იქნება. აგვისტოდან სულ სტრესული რაღაცნაირი ესეთი პერიოდები იყო, სხვადასხვანაირი ყველა. აგვისტოს მეორე ნახევრიდან. მერე ქვეყანაში მიმდინარე ამბები დაემატა. პლუს მე გადავწყვიტე. მეც საჭმელს მოვიდა კიდე და მოვა. გეკუთრაც გადავწყვიტე. გადავწყვიტე რომ ყველაფერი ვცადე, ყველაფერი გავაკეთე და ერთადერთი გზადაც ჩემ ქალს უნდა გავეცალო. ყოველჯერს მქონდა იმედი, რომ რაც შეიძლებოდა, ხან კარგად მიუდექი, ხან ცუდად მიუდექი, ხან დავანახე ასეთი, რომ როგორ იქნება, ასე როგორ იქნება. არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ერთი გზა რჩება. და ეს გზა არის უბრალოდ გაცლა. მეტი გზა არ არსებობს. ეგეც ამ იმაში პერიოდში გავაცნობიერე. პლუს ეს ექიმთან მისვლები და მთელი ამბები და ემოციურ კვებას აუყევი, რაც ძალიან არ მომწონს. და მინდა რომ ვიყვებო ინტუიციურად და მინდა რომ მაგრამ როცა ვფიქრობ რომ მოვიმატე, მე ინტუიციურად ვეღარ ვიყვებები, იცით რატო? იმიტომ რომ იმ ხალხს სტრესს მაძლევს მაგაზე ფიქრი, რომ ну, უფრო მოქმედებს, ამიტომ მინდა რომ რაღაცა, რა ვიცი, რამდენი 22-ია დღეს და ახალ წლამდე რა დარჩა. თუნდაც რამდენიმე დღე უბრალოდ დავითვალო კალორიები. თუნდაც რამდენიმე დღე. ვიგრძნო, რომ აი ამ საკითხს ვაკონტროლებ. ხო. პატიმებმა 99% ცუდი არაფერი არ იქნება. ექიმის რეაქციიდან გამომდინარე პლუს. ეგ მომშვიდებს და პლუს მინდა რომ არ ვიფიქრო რა თქმა უნდა ცუდზე. იმიტომ რომ ხალხი მოდის და რა აზრი აქვს. აი, იქნება არ იქნება, რა აზრი აქვს ფიქრს. მაგრამ მაღიზიანებს სხვა ადამიანები იმის მოსმენა, რომ ძლიერად უნდა შეხვდე. ეგეთი რაღაცა რას. ანუ რატო უნდა უთხრა ადამიანს ეგ? მე მაგალითად
არც არ ვეტყვი მაგას, ვეტყვი თუ ზუსტად არ ვიცი უკვე დიაგნოზი ცუდი, ვეტყვი რომ არაფერი არ იქნება. აი რატო უნდა უთხრა რომ ეს არ მის მართლა. და თვითონ ვინც მაგას ამბობს, ნეტა მაგას რომ უთხრან, ეგ თვითონ რა რეაქცია იქნება. ეგ არის საინტერესო. წარმოწოს ჩემი ტუჩები. გიშტები. ეხა რომ ვუყურებ ჩემ ძველ ფოტოებს. აი აქ არის გაშ რაღაც დარჩენი. ძველ ფოტოებს რო ვუყურებ, ეხა ვხედავ რომ თურმე როგორი ძალიან დაჩუტული მქონია ტუჩები. აუ თამთას ვეღარ მივწერა, უნდა მივწერა ფრჩხილებზე. მაგრამ არ ვიცი ხალხო როგორი დიზაინი, რა ფერი გავიკეთო, ხა უნდა მოვძებნო ბოლოს რა ფერები უყვარს და მაგის მიხედვით. მოკლედ აი ასე. აი მე ბოლომდე გიზიარებთ ჩემს ყველაზე ისეთ ტკივნეულ ადგილებს. და ზუსტად ამიტომ მიყარხართ, რომ ეს შემიძლია. ობოდიში დასწმელი რო არის რა, დაკეცილია და შესაძლებელია უბრალოდ გუშინ ისე მткиოდა, რომ ვერ შევწერი უბრალოდ. მინდა ახალწლამდე სახლი მივალა, გვავიცი ამდენად შევძლებ, მაგრამ მინდა. და მენიუ ჩამოწერეთ წლევანდელი. ჩემი მენიუ როგორც ყოველთვის უცვლელია ხოლმე. ესეც მткиვა, მაგრამ ისე აღარ მაქვს. გაცისფრებული. ჩემი მენიუ უცვლელია ხოლმე. ეს არის საცივი, აუცილებლად. ოლივიე, აუცილებლად. ტოლმა, აუცილებლად. წვადი, აუცილებლად. ოღონდ ეს ყველაფერი ერთ დღეს არ ანახეთ, როგორ მაქვს მე. ესე იგი, 30-დან ვიწყებთ. ჩვენს სახლში. 30-დან ვიწყებთ. ეთებას. ანუ 30-დან იწყება ოლივიე და საცივი. უნდა მოვიმარაგო ნელ-ნელა ისინი ინგრედიენტები. ეხა ხელფასი რო იქნება, ხვალ იქნება ალბათ ზეგიდან დავიწყებ მომარაგებას. საცივი, ოლივიე ამითი ვიწყებთ. მერე შევუკვეთე უკვე მადანტის ტორტი. მერე აუცილებლად ყოველ დღეს ვაკეთებ ხოლმე ნაპოლეონს და ეხა ამ ბოლო წლებში დაემატა კიდე ისა ყარაყუმი. მე არასოდეს არ ვაკეთებდი ხოლმე ხაჭაპურს, იმიტომ რომ ჩემ ოჯახში ხაჭაპურის ახალოდ არ ეკეთდებოდა. მაგრამ იკაც ძალიან უყვარს და რაც იკა არის ჩემ ცხოვრებაში, დავიწყე ახალ წლებზე ხაჭაპურის კეთება, ანუ დავუმატებ ხაჭაპურს კიდე. ხო. კიდე რა, მწვადი არის ხოლმე 2-ში, 2 იანვარს არის ხოლმე მწვადი ჩემთან. ტოლმა ალბათ 30-ში იქნება. ანუ ყველაფერს ერთ დღეს არ ვაკეთებ, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვაკეთებ. ეს საჭმელების კეთებაში არასდროს არ მოგიხმარება. ნუ დიდი თუ რამე დაგიჭრა და ისიც ჩვეულებრივ დღეებში უფრო შეიძლება ახალი წელი მოდის საოცრად ხასიათზეა და თანხმად გინება ჩხუბი და ეგენი, მაგრამ ერთი არის მიდრეკილი, ამიტომ ეხლა შეიძლება ბავშვებიც დამეხმარონ, მაგრამ ადრე როცა ბავშვები უფრო პატარები იყვნენ და ისე დიდად ვერ მეხმარებოდნენ ხოლმე, მაშინ ანუ ესე ვაკეთებდი რა, ანუ სუფრას არ ვშლით ხოლმე ჩვენ რაღაცა დიცა იხო არიან ისე მომწონს ხოლმე ფოტოები როდესაც ხოლმე სუფრა როა გაშლილი და
რა ვიცი 1000 სახეობის საჭმელი ერთად როდეს რეალურად მაგ ყველა არა უმეტეს სახეობას საჭმელს ჩვენც ვაკეთებთ მაგრამ არა ერთ დღეს ანუ არაერთი დღისთვის ანუ დღეებზე ნაწილდება იმიტომ რომ თითქოს ეცით რა დავაკვირდი ბევრნაირი საჭმელი რო არის ვერც ჭამგემ რეალად იმიტომ რომ ბევრი არ მეტევა და იმასაც სურჭა მე ზედმეტი მომდის და მე თავს ძალიან სულ არ ვგრძნობ და შესაბამისად მაგან გამომდინარე მირჩევნია რომ ერთ დღეს ის იყოს ანუ ერთ დღეს იყოს ორი კერძი მაგალითად აი მაგალითად 30-ში იყოს ტოლმა და იყოს თქვათ ოლივიე 31-ში უკვე იყოს ოლივიე და ისა საცივი პირველში საცივი ოლივიე ხაჭაპური ნაპოლეონი ნამცხვარი ტორტი მადასი მერე ისა ორში მწვადი და ესე რა ვიცი აქიან გამომდინარე ჩვენთან მარხვაზე არავინ არ არის არასდროს არ ვაკეთებ ხოლმე ნიგუზი ან ფხალეუს თან ჩვენთან ძალიან უყვართ ხორცეული და შესაბამისად ფხალეუს ეგეთებს არ ვაკეთებ ერთადერთი ოლივიეს ვაკეთებ აი უწყვეტად აი ძალიან გუყვარს ყველას და რატომღაც ძალიან ასოცირდება რომ ახალ წელს უნდა გავაკეთო და ის შავ პურთან ახალ წელს არის ხოლმე ზღაპარი გოზინახს ვიყიდი ჩურჩხელა უკვე ვიყიდე 20 წელი და აღარ არის ამიტომ აღარ ვიყიდი უკვე შეჭმულია ყველი უნდა ვიყიდო კარგი ინდაურს არ ვიყიდი იმიტომ რომ მაქვს ორი კარგი სოფლის ქათამი და ორი კიდე წიწილა მადოს გამოგზავნილი ერთი ადრინდელია და ერთი ახლა გამოუგზავნა წიწილა ევას და კიდე ორი ქათამი აბა ესე რომ ზივარც დამტკივდა ეხა აი დღეს ეს ვაფშე არ მტკივდა ეხა მეთკინა პირველად შემახსენა თავი ხო და ამიტომ მაგას არ ვიყიდი მაგრამ ძალიან მინდა კოჭი ოღონდ არ ვიცი ამდენს თუ ვეყოფი რამდენი რამე ჩამოვთვალე თან ხა ყველაფერი ისეთი ძვირია არ და კოჭი ძალიან მინდა აი შაშა რო ინდაური ვიყიდე და რო არ ჭამეს იქიდან ვიძახდი რომ მოვალდას კოჭი უნდა ვიყიდო თქო და ძალიან მინდა კოჭი როდისთვის უნდა ანუ როგორ უნდა გავაპრესა როგორ ჯობია კოჭზე აბა მითხარით აი რაღაცა საიტები რო არის გამოსაწერი მაქედა რო გამოვიწერო პირდაპირ შემწვას მოიტანე ხო ეგ აია იმიტომ რომ თქვათ ვიყიდე კოჭი გასუფთავებული ბაზარში მე სადმე შევაწყვევინო ანუ აი ჩვეულებრივ თონეში მაგალითად წვავენ თუ მე ეს თონე უნდა ვეძებო უნდა ვეხვეწო და რაღაც ხომ შეწვა ვინც აკეთებთ მაგას აგროხაბი არ მითხრათ იმიტომ რომ აგროხაბში ნაჭრები ძვირი ღირს გამოდის ცოტა და მე მინდა რომ ყველა მჭამოს ანუ ნახევარი ან მთლიანი მინდა მინდოდა რა ეს ახალი წელი მთელი დეკემბერი ფილმებისთვის მეყურებინა საახალწლო განწყობა შემექმნა საახალწლო რაღაცები გამეკეთებინა ვა ვერ ვიცანით ეს ვინ არის გაბარდღული აღარ არის აუ კანიც აუყოლებია თან კოჭივით შემწარი კოჭივით მოდი აქ მოდი დედას შენი მგეხავს უყვარ ხარ ბონიჩკა მოდი დედა მოდი ბონიკა ბონიტა მოდი ტატა ბონიტა ბონიტა დავიჭირე აიო ოკეი ავიცი საახალწლოდ სადღესაც წაულობ აი ნახეთ აი აქ ამოსთვის ფერი ხედავთ ღია დედამისი იყო ჭრელი არის და ისე მომწონს აქეთაც უჩდება უკან აი ნახეთ ხედავთ და აი აქაც აქ კიდე სადღაც აი შიგნიდან აქ ღია ფერის ბეწვი
საძღია ფერის ბეწვი აქ შიგნით ვერ პოულობ ხესად არის იქ სხვა ფერის ეკნება მე შეფერილი ლამპა და მომწვის ძალიან ჭრელი რო შეერევა და დედიკოსავით რო იქ ჩაკისვათ რა ლამაზი დედა ყავს ამას აი ძალიან სხვა ეგეთი ხუმე არასოდეს არსად არ მინახავს აი ჩემი გოგო ეხლა როგორც კი გამოვკეთდები ამას აცრა დაუგვიან და უნდა გავუკეთო ბოლო აცრა მიყვარს მათბობს მატკბობს და მაბედნიერებს ჩემი გოგოა ხო რას ვამბობდი ხო და აი მინდოდა რომ მთელი დეკემბერი საერთოდ არ მეფიქრა კვებაზე ინტუიტიურად მეჭამა მაგრამ ყველაფერი აი ხონოდა აბსოლუტურად სახალხო განწყობა ეს იყო მოლოდინი და რეალობა როგორია დეკემბერში იყო შესანიშნავი დღე სოფიას დაბადების დღე და ნოემბერში იყო შესანიშნავი დღე როცა სოფიამ ნაძვისხე სოფია მოვიდა და მოიტანა ჩვენთან ახალი წელი ნაძვისხე დანარჩენი მთელი დეკემბერი თავს გრძნობ ძალიან საშინლად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდანაც გამომდინარე გუშინ გავიარდა და ძახს დააბრალა. იყიდი? თუ მინდა ვიყიდე. ეს რას ჭამს ესე? აი ისინი აღარ არის. მონი, იყვას. თუ მინდა იკამა იყვანა და შეშინდა და კანკარი დაიწყო. გაპარსულმა იკამ რო აიყვანა. აი! არა მოხვედი გულზე ხო ეგრევე. ხო და მოკლედ ეგეთი მოლოდინი მქონდა და რეალობა ისეთი მქონდა ყველას მინდა გითხრათ რომ აი ვამაყობ თქვენით აი აბსოლუტურად ძალიან ბედნიერი ვარ გუშინ დღეს რო ვუყურებდი რამდენი ხალხი იყო როგორი იყო აი ხვდები ხოლმე ესეთ დროს ქართველი ერი როგორია მთელ მის სულს ხედავ რომელმაც საუკუნეებიში გამოყვატარა რომელმაც გადაგვარჩინა ეს ერთი მუჭახა ესეთი პატარა ერი რამდენია აბა დღემდე მოსული და გადარჩენილი და თავისუფალი ხო და ისეთი სული გვაქვს ქართველებს ისეთი სული გვაქვს აი ამას ხედავ ხოლმე და ცოცხალს რომ ვტირი ვარ ხოლმე და გუშინ აი თუ კი მაგალითად ვიტყოდი რა მოხდა კარგი ერთი ნამდვილად ეგ იქნებოდა საოცარი არა მარტო კარგი არამედ საოცარი მოხდა გუშინ ეგ და ვამაყობ ყველანი ყველათი ვინც ან იქიდექით ან გულით და სულით იდექით ვერ იყავით მაგრამ გულით და სულით იდექით ხო და მოკლედ საერთოდ არ მქონდა განწყობა ეს დეკემბერი ვიყავი ძალიან ცუდ ხასიათზე მე ექიმთან შემეშინდა ძალიან ფილმების პლეილისტი არ იყო ემოციური კვება აქედან გამომდინარე გემრიელი აი რო ტკბები რა პროცესით ეგეც არ იყო თუნდაც კვების აშკარად ხა პლუს 2 კილო მაქვს ვამჩნევ ანუ შარვალი რომელიც ისეთ შარვლები მაქვს რომელიც პლუს 2 იქით არ გამიშვებს და მაცია იქ შარვლები და ვამჩნევ რომ ის პლუს 54 ვიყავი და ის პლუს 2 ვამჩნევ და როზედა არის და პლუს ახალი წელიც მოდის მე წინ წელს ახალ წელს 1 გრამი არ მომიმატია მაგრამ ანუ აი ემოციური კვება მიშვება ხოლმე ამას და ეხა მინდა რომ აი წლის ბოლოს აი ეს შევაჯამო და ეს იმას ვქნა ავიღო ხელში ამის სადავე ასე ვთქვათ მინდა რომ მიუხედ ანუ მე არ შემიძლია შევცვალო ის რაც ხდება მე ვერასდროს ვერ გავთვლი იმას რა შეიძლება მოხდეს ჩემს გარშემო ცხოვრებაში ხო და კიდე ეს თვე არის აი გაუთავებელი ლანძღვა ჩვენ სახლში გაუთავებელი უმიზეზო უაზრო უმიზნო ლანძღვა გინება ჩხუბი და ღამეები მთელი ღამეები ლანძღვა და რა თქმა უნდა ეგეც ძალიან მოქმედებს და თუნდაც ის ახლა გუშინ ხო გუში რაც იყო ანუ რა ვიცი მე ვფიქრობ აი ისეთი დედამთილი რომელიც აი რო ეზისხება ძალი რა ეგეც კი ეგეც დღეს ჩუმად იქნებოდა ესე მგონია აი მეტი რა ვთქვა ხო და მოკლედ რა ტიჭკანკალი ბოჭო რა ხარი ჯედა შენთან რა
ხო და უბრალოდ მინდა რომ მე ვაკონტროლო ჩემი რეაქცია, იმიტომ რომ მე არ შემიძლია იმის კონტროლი რა ხდება ჩემს გარშემო, მე ვაკონტროლო ჩემი რეაქცია და ასევე დავგეგმო და ვაკონტროლო ჩემი ქმედება. მეტის მე არ გულისხმობ იმას, რომ 25 წელი იქნება ჩემი აქედან წასვლის, აქედან ამ სახლიდან გადასვლის წელი. და არა უკანა კონდა, არა მოსკოვის გამზირზე. ახალი ეტაპი იქნება. ძალიან მინდა რომ ჯანმრთელობაში ყველაფერი ძალიან კარგად მქონდეს და ძალიან მინდა რომ ყველაფერი როგორც არ უნდა იყოს ვისწავლო 2025 წელს ეს გეგმა მქონდეს რომ ვისწავლო ვაკონტროლო ჩემი რეაქცია. აი არ მავიწყდება იმ გოგოს რო უყურებ იმის სიტყვები რომ ის რო აქ ცუდი ონკოლოგია და უკვე ანუ ძალიან ცუდ მდგომარეობაში კი არა სიკვდილის წინ დგას ადამიანი და მან თქვა რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო რომ ველოდებოდი როდის გავხდებოდი კარგად რომ მე მეცხოვრაო და ვისაც ეგ არ გვაქვს იმათ ადამიანებს კარგად ვართ აი რომ დავიკლებ რომ გავთხოვდები სწავლას რომ დავამთავრებ ფულს რო ვიშოვი ამას რო ვიზავ იმას რო ვიზავ და ცხოვრება ისე გადის ვერ ვიგებ ამიტომ აქ და ახლა უნდა ვიცხოვროთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მე მინდა რომ ვიცხოვრო აქ და ახლა მე მინდა რომ გავუმკლავდე ყველაფერს რაც მიჭირს მე მინდა გავაკეთო ყველაფერი რაც მინდა მაგალითად დავიწყე მეცადინეობა ეროვნულებისთვის და რომ მითხრეს რომ გრანტი არ იქნება ამან ვიფიქრე რომ ახლა რაღაც დროს ჩემი ეს არ ვფიქრობდი მაგას მაგრამ ვიფიქრე რომ რაღაც დროს ჩემი ამაში ფულის ხდა არის სამი შვილი მყავს აი რა დროს ის არის რომ მე ამაში ხა ფული ვიხადო და ამან мотивация აი 50% ეგრევე ჩამომაკლო და მე საქართველოს შესამბები დაიწყო და ვაფშე ანუ არ გადამიშლია წიგნი და ეხლა მინდა რომ ისევ გადავშალო წიგნი ისევ დავიწყო ჩემი ოცნებებისკენ სიარული რაც არ უნდა იყოს სულაც რომ უსაშინლესი რაღაცა მითხრან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მაინც მინდა რომ ის გავაკეთო რაც მინდა და თუ მეტყვიან რომ შანსი მომეცა გადავრჩი და ამის მერე ყოველთვის დროულად ვივლი ექიმთან და პლუს აუცილებლად ანუ გორგითად გავაკეთებ იმას რომ ვიცხოვრო ყოველ დღე ვაკეთო ის რაც ჩემია ანუ აი ეს არის უზომოდ მიყვარს თქვენთან ურთიერთობას ვაკეთებ მაგრამ გარდა ამისა ის რომ ვიყო ფორმაში იმიტომ რომ ეს ჩემია ჩემი სულის ნაწილია ის რომ მე ფორმაში ვიყო იმიტომ რომ აი ახლაც კი როცა პლუს უგრძნობ რომ აქ ხო ანუ ჩემ თავად არ ვგრძნობ ხდებით ანუ შინაგანად რა თქმა უნდა მე ვარ და მთელი ჩემი დიდებულება მთელი ჩემი სული ყვა მაგრამ ჩემი სული და ჩემი სხეული რაც უფრო მე ვშორდები ჩემი სხეული როგორი უნდა იყოს რაც ბუნებამ ჩაიფიქრა იმას მით უფრო ვგრძნობ ღერვას შიგნიდან და მინდა რომ ჩემი სხეული ისეთი იყოს გარედან როგორადაც მე ვგრძნობ ამას რომ ის არის ასევე მინდა ვისწავლო მინდა ვიყო ფსიქოლოგი ეს მე ვარ ფსიქოლოგი იმიტომ რომ ეს იცის როგორ არის შეიძლება ისწავლო და ფსიქოლოგი არ იყო ანუ ეს ჩემი მოწოდება ჩემი სულის ნაწილია ჩემი გონების ჩემი არსის ნაწილია მე ძალიან დიდი თანაგრძნობის უნარი მაქვს მე მესმის ადამიანების მე ვარ ადამიანი რომელმაც გამოიარა ძალადობა მე ვარ ადამიანი რომელმაც გამოიარა ძალიან დიდი თანაკარგი ძალიან პატარა ასაკში აი ნუ დიდი თანაკარგის ტრავმა აი ეს ძალადობა მე ოჯახში და ანუ იმ ხელა დახმარება შემიძლია გაუწიო სხვა ადამიანებს ფას დაუდებელი ანუ რასაც ამაში თანხას გადაიხდიან 10 მაგი და 100 მაგი და ასევე იმათ ვისაც მაგალითად არ ექნება საშუალება რომ გადაიხადოს მაგათაც უკვე ვიცი როგორ შესაბამისად აუცილებლად უნდა ვიყო მე ფსიქოლოგი ანუ სწავლითაც არა მარტო სულით და მოწოდებით არამედ სწავლითაც გულისხმობ ეგ უნდა გავაკეთო ყველა ვარიანტი აქედან წავიდე უნდა ვიყო თავისუფალი და ბედნიერი, უნდა ვიცხოვრო, უნდა ვიყო ის, ვინც ვარ და უნდა გავიღვიძო ბედნიერმა და უნდა ვისწავლო რომ გავუმკლავდე ემოციებს სრულიად მარტო მე დამხმარე საშუალების როგორც ხა მაგალითად ჩემთვის ჭამა გარეშე ოღონდ ისე კი არა რომ ვერ უმკლავდები და არც ჭამდა შენში დაიგრო მასე მართლა რაღაც ცუდი შეიძლება ადამიანმა დაიმართოს თუ ვერ უმკლავდები და იმასაც აღარ აკეთებ რაც გშველო და უეჭველი რაღაც ცუდი დაგემართვა უნდა ისწავლო გამკლავება უნდა ვისწავლო გამკლავება და ზედმეტი არასაჭირო უაზრო სტრესი ძალადობა
და ეს ყოფილი მოვიშორო. ხო, აი, ესეთი მინდა რომ იყოს ჩემი 2025 და დღეიდან ყველგან ფილმების პლეილისტს სახს ვაწესრიგებ, ვამყუდროვებ, ჩემს კვებას ვაწესრიგებ, ვამყუდროვებ და აი ასე წყნარად, მშვიდად, ლამაზად შევდივარ 2025-ში თქვენთან ერთად. ძალიან მიყვარხართ. უზომოდ მიყვარხართ. დაწერეთ, თქვენ რა გეგმები გაქვთ 25 წლისთვის. რა გინდათ, რომ გველის წელი ნახეთ როგორია, ბრძენია და გვენლი კანსი იცვლის. მე აი აქ მინდა დავტოვო ყველაფერი არასაჭირო. ყველაფერი რაც მაფერხებს. მინდა რომ ცეცხლოვან დრაკონს გავატანო, რომელიც თავისი შემოსრავს მაგ ყველაფერს. და როგორც ნამდვილი გველი გავსრიალდე ახალ წელს ახალ ცხოვრებაში, კან გამოცვლილი, ახალი შესაძლებლობებისკენ. ეს მინდა. და თუ ესე არ მიწერია, მაინც გავაკეთებ ისე როგორც შევძლებ. დაწერეთ აბა თქვენ რა გინდათ 2025 წლისთვის. მე ფინანსური მეებს უკვე აღარ ვაკეთებ დიდი ხანია. და რა იქ ძალიან პატარა ეს მგონია. მაგრამ ვაფასებ იმას, ვინ რას ფიქრობს და ვის რა უნდა, არავის არასდროს არ გამსჭი. გაკოცეთ.